მე ვხედავ, რომ გაფართოების პროცესი არ ეხება იმას, რომ ევროკავშირი უფრო დიდი გავხადოთ და მეტი კილომეტრი ან ადამიანი მოვიცვათ, არამედ გაფართოება ჩვენთვის არის ევროპის გაერთიანება, რისი მსგავსიც ისტორიაში აქამდე არ გქონია. წითელი ხაზი, რომელსაც კანდიდატ ქვეყნებთან ურთიერთობაში ვაწყდები, ეხება ხელმძღვანელობას. გაწევრიანების პროცესი ვერ იქნება წარმატებული, თუ მას არ უძღვებიან ლიდერები, რომლებსაც პირველ რიგში თავად სწამთ, რომ ევროკავშირის წევრობა მათი ქვეყნისთვის საუკეთესო რამაა. ამისათვის კი საჭირო არიან ლიდერები, რომლებსაც შეუძლიათ რეფორმები, ვისაც ესმის, როგორ გადაჭრან ორმხრივი საკითხები, ვისაც ესმის, რომ ეს მათი ამოცანაა მიიყვანონ მოქალაქეები იმ წერტილამდე, რომ ყველას ესმოდეს თუ რისკენ მიდიან და რას აკეთებენ. თუ ხალხი არ დაიჯერებს და ლიდერები არ ისაუბრებენ იმაზე, თუ რატომაა ეს მნიშვნელოვანი და სამისოდ რა უნდა გაკეთდეს, ევროკავშირის წევრობაზე ფართო მხარდაჭერას ვერ მიიღებ. ამ ასპექტს აქვს დიდი მნიშვნელობა. გაფართოება არ ეხება მხოლოდ იმას, რასაც ბრიუსელში ვაკეთებთ ან რასაც ლიდერები აკეთებენ, არამედ იმას, თუ როგორ უჭერს ამას მხარს საზოგადოება, პარლამენტი, სამოქალაქო სექტორი. ამ პროცესში არ არსებობს მოკლე გზები. 2030 წელს ორივე მხარე უნდა იყოს მზად გაფართოებისთვის, კანდიდატი ქვეყანაც და ჩვენც. მაგრამ იმისათვის, რომ ქვეყნები მივიღოთ ამ გზაზე, უნდა ვიხილოთ შედეგი. სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, კორუფციასთან ბრძოლა, თავისუფალი მედია. ესაა საკითხები, რომლებიც ვაჭრობას არ ექვემდებარება. ეს უნდა შესრულდეს, ასევე ვიტყოდი, რომ გეოპოლიტიკა შეიცვალა და ამჟამად ვაწყდებით ფაქტს, რომელსაც მე გარეთ დესტრუქციულ ძალებს ვუწოდებ. მარტივად რომ ვთქვათ, აქამდე კრიტერიუმების შესრულების შემთხვევაში ხდებოდი ევროკავშირის წევრი, ახლა ჩვენ გვყავს გარეთ ძალები, რომლებსაც სურთ არა მხოლოდ ჩვენი, არამედ კანდიდატი ქვეყნების მარცხი. ჩვენ ნახეთ, რაც მოხდა საქართველოში. სექტემბრის ბოლოს კი უმნიშვნელოვანესი არჩევნებია მოლდოვაში, სადაც რუსეთი ებრძვის მოქმედ ხელისუფლებას და ხალხს, რომლებმაც ევროპულ მომავალზე გააკეთეს არჩევანი.